მოგესალმებით, დღეს შაბათია და 16 საათზე იმუნიტეტში ტრადიციულად საინტერესო სამედიცინო თემით ხვდებით ერთმანეთს. ჩვენ კი გადაცემის წამყვანები, კარდიოლოგი ნინო ნადირაძე და გიორგი ჩიჩუა, ოფთალმოლოგი გახლავართ. დღეს გადაცემაში ეპილეფსიის ქირურგიული მეთოდით მკურნალობაზე ვისაუბრებთ. ეს ქრონიკული ნევროლოგიური პათოლოგია მსოფლიო მოსახლეობის 1%-ს აწუხებს და ის შესაძლოა ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანს განუვითარდეს. ზოგჯერ ეპილეფსია მედიკამენტურ მკურნალობას არ ექვემდებარება და ამ შემთხვევაში თანამედროვე მედიცინა ეფექტურ მკურნალობას ქირურგიული გზით გვთავაზობს. დღეს ჩვენი სასაუბრო თემებია: ეპილეფსიური გულყრების მართვის მეთოდები, ეპილეფსიის დიაგნოსტიკის მეთოდები, ეპილეფსიის მკურნალობა ქირურგიული მეთოდით, ეპილეფსიის მკურნალობა ვაგუსის ნერვის სტიმულაციით. ცხოვრების ხარისხი ოპერაციის შემდეგ. და ამ თემებზე სასაუბროთ მოვიწვიეთ ბატონი ედი შერმაღალაშვილი, ნეიროქირურგი, მედიცინის დოქტორი, ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის ნეიროქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი. უფრო და უფრო ფართოვდება ცდომილი ნერვის სტიმულაციის ჩვენებები, ასე ვთქვათ. და ქალბატონი ნინო გზირიშვილი, ნევროლოგი, ასოცირებული პროფესორი, ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის ეპილეფსიისა და ძილის დარღვევების მიმართულების ხელმძღვანელი. ნაბახუსევ მდგომარეობაში ძალიან ხშირია ეპილეფსიური გულყრები. და სანამ სტუმრებს მოვიწვევთ, შევახსენოთ მაყურებელს ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის სპონსორია წყალი მთის. წყალი მთის საფეხბურთო კლუბ პარი სენ-ჟერმენის პარტნიორია. მთის და პარი სენ-ჟერმენი 4 წელი ერთად. და გადაცემის სპონსორია ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმიჯი. გიორგი ჯავრიშვილის საქველმოქმედო ფონდის ხელშეწყობით ოფთალმიჯის თბილისის სათაო კლინიკა საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში გადავიდა ამერიკული კომპანია ალკონის ბროლზე სახელწოდებით IQ. კატარაქტის ქირურგიაში ალკონის IQ აღიარებულია ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში. ნინა, ახლა კი დროა მოვიწვიოთ ჩვენი სტუმრები. და სტუმრებს ვთხოვთ სტუდიაში. გამარჯობა. გამარჯობა, მოგესალმებით. გამარჯობათ. მოგესალმებით. მოგესალმები. გამარჯობათ. ყოველთვის გვიხარია თქვენი სტუმრება ჩვენს გადაცემაში და სანამ საუბარს დავიწყებთ, გთხოვთ მიირთვათ წყალი მთის, რომელიც არ შეიცავს ბრომანს. ქალბატონო ნინო, მოდით ჩვენს მაყურებელს გარკვეული, აი ესეთი მარტივი ენით, არა სამედიცინო ტერმინოლოგიის გამოყენებით აუხსნათ რა არის ეპილეფსია და რა სიმპტომატიკა ახლავს მას. ეპილეფსია ეს არის თავის ტვინის ქერქის ქრონიკული ნევროლოგიური დაავადება, რომელიც ხასიათდება ეპილეფსიური გულყრებით, ანუ ეპილეფსიური შეტევებით. თავად ეპილეფსიური შეტევები არის კლასიფიცირდება სხვადასხვა ტიპად. იმის მიხედვით თუ თავის ტვინის რომელი წილის ეპილეფსიაზეა საუბარი. იმისთვის რომ მაყურებლისთვის უფრო საინტერესო და ინფორმატიული გახდეს თუ რა და რა ტიპის ეპილეფსიები არსებობს, ამისთვის მინდა მოვიყვანო უახლესი 2025 წლის კლასიფიკაცია, რომელიც სექტემბერში გამოქვეყნდა და ამის მიხედვით გამოიყო 4 ძირითადი ტიპი. ეს არის ფოკალური ეპილეფსია, ეს არის გენერალიზებული ეპილეფსია, ეს არის უცნობი გენეზის ეპილეფსია და ეს არის არაკლასიფიცირებული ეპილეფსია. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ ძალიან დიდი და ვრცელი კლასიფიკაციაა და თავის მხრივ ცნობიერების შეცვლის თვალსაზრისით თითოეული აი ეს 4 ტიპის ეპილეფსიური კლასიფიკაცია იყოფა სხვადასხვა ტიპის ფორმებად. მაგალითად, ფოკალური ეპილეფსია იმის მიხედვით თუ რა საწყისით იწყება ეს შეტევები, არის 2 ტიპის. მაგალითად, ცნობიერების შეცვლის საწყისით და ცნობიერების შეცვლის გარეშე. საზოგადოებაში მაგალითად ცნობილია, რომ ეპილეფსიური შეტევა, ანუ გულყრა, ეს არის ძირითადად კრუნჩხვით მიმდინარე, ძირს ვარდნით და კრუნჩხვით მიმდინარე რეალურად. რაც პრაქტიკულად ფოკალური ეპილეფსიის დროს ეს არის მეორადი სიმპტომი. პირველადი სიმპტომი ყოველთვის არის გამორჩენილი რატომღაც. აი მაგალითად, საფეთქლის წილი რო ავიღოთ, ანუ თავის ტვინი დაყოფილია წილებად. შუბლის წილი, საფეთქლის, თხემის, კეფის, აი 4 ძირითადი წილია და დავუშვათ საუბრობთ საფეთქლის წილის ეპილეფსიაზე, სადაც მნიშვნელოვანი მეხსიერების ცენტრია. მაგალითად, პაციენტს წინასწარ სანამ
ექნება კრუნჩხვითი გულყრა, ან შეიძლება საერთოდ არ ქონდეს კრუნჩხვითი გულყრა და კრუნჩხვის გარეშე მიმდინარე შეტევა ქონდეს, ეს არის რომ წინასწარ გრძნობს აურით შეგრძნება აქვს, რომ უკვე ეწყება შეტევა, ამის მერე აქვს ცნობიერების დათრგუნვის ეპიზოდი, რასაც შეიძლება ან მოყვეს ან არა ზუსტად რომ ეს ბილატერალური ტონურ-კლონური გულყრა. ანუ აქედან გამომდინარე, აი ამ საწყის, აი ამ შეტევის, ამ საწყის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რასაც ქვია ცნობიერების შეცვლა და აურა კონკრეტულად წილების მიხედვით. მაგალითად, კეფისწილის ეპილეფსიის დროს ხშირად მოგმართავენ პაციენტები, რომ მაგალითად ხედავენ ფერად ბურთებს. ფერადი ბურთი გაჩნდა და გაქრა ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში. მაგრამ ეს არ არის იშვიათი, მაგალითად შეიძლება ეს კონდეს თვეში 1 ან თვეში 2 ეპიზოდი. უკვე გენერალიზდა, ანუ კრუნჩხვით ფორმაში გადავიდა და მერე მოდის უკვე ექიმთან. ანუ შეიძლება ითქვას, რომ რაღაც შაკიკთან შეიძლება რაღაც სიახლოვე ჰქონდეს, აურით დაწყება, რაღაც გარკვეული სიმპტომატიკა. ეს კარგი კითხვა დასვით. სხვათა შორის ეპილეპტოლოგების მიერ უკვე დიდი ხანია შესწავლილია, როგორ გამოვახდინოთ დიფერენციალური დიაგნოსტიკა შაკიკის აურასა და კეფის ეპილეფსიას შორის. შაკიკის აურას აქვს უფრო სკოტომური აურა, ანუ ზიგზაგისებური, არამნათობი და არაფერადი. ეპილეფსიური აურა არის უფრო ფერადი, colorful ასე ფერადები ჩდება და მალევე გაქრება. შაკიკის აურა უფრო ხანგრძლივია, ვიდრე ეპილეფსიური შეტევის. და სხვათა შორის მკურნალობა ერთი და იგივე მედიკამენტით მიმდინარეობს, რომელსაც პირამადი ქვია. ასეთი თქვენ ამბობთ, რომ აი, როდესაც ხდება კრუნჩხვა, მოდიან, რომ დიაგნოსტიკა მოხდეს. რა პათოლოგიები შეიძლება იდგეს ასევე ეპილეფსიის გარდა აი ამ კრუნჩხვების უკან და კიდევ არის ესეთი საყმაწვილოს რო ეძახიან, რას ნიშნავს და რამდენად არის ეს თქვენი მაგდროსაც ხდება გონების კარგვა, რაღაც კრუნჩხვითი ეპიზოდები, რამდენად არის ეს ნევროლოგიური? კრუნჩხვა ეს არ ნიშნავს და გულყრა ეს არ ნიშნავს პირდაპირ ეპილეფსიას. ეს თუ რამდენჯერმე განმეორდა, რა თქმა უნდა, უკვე ეპილეფსიის დიაგნოზე გავდივართ და უკვე ვიწყებთ ანტიეპილეფსიურ მედიკამენტოზურ მკურნალობას. თუმცა მაგალითად, როდესაც ინსულტი, სიტყვაზე ინსულტი, თავის ტვინის ინფარქტი ან ჰემორაგიული ინსულტი, თავის ტვინში სისხლის ჩაღვრა, შესაძლებელია გამოიწვიოს ეპილეფსიური კრუნჩხვა და გავიდეთ დიაგნოზზე ზუსტად აი ეს იყოს პირველი ნიშანი, რომ პაციენტს აქვს ინსულტი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ პაციენტს აქვს ეპილეფსია და ბავშვების შემთხვევაში თუ ფიქსირდება ეპილეფსიური ტიპის კრუნჩხვები ან ერთჯერადად თუ დაფიქსირდა, არის თუ არა ეს აუცილებლად ობლიგატურად იმის მაჩვენებელი, რომ იქ ეპილეფსიაა? რა თქმა უნდა, არა. ძალიან ხშირად ადრე იწყებდნენ მკურნალობას ფებრილურ გულყრებზე. ანუ ეს გულისხმობს მაღალ სიცხეზე, ტემპერატურაზე განვითარებული ეპილეფსიური შეტევები 6 წლამდე. აი ამ ასაკობრივ ზღვარს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და რომელსაც ვეძახით ჩვენ ფებრილურ შეტევებს. ფებრილური გულყრების მართვა რამდენიც არ უნდა განვითარდეს, თუ არ არის აქ ახლა რაღაც სინდრომული ფორმა და საშიშად მიმდინარე და ხშირი, ასე ვთქვათ. ჩვენ არ ვსვამთ ეპილეფსიის დიაგნოზს და არ იწყება ანტიეპილეფსიური მედიკამენტით მკურნალობა. ბატონო ედიშა, სანამ დიაგნოსტიკაზე და მკურნალობაზე გადავალთ, მოდით გვითხრით რა არის ის ძირითადი მიზეზი, გამომწვევი მიზეზი ეპილეფსიის. რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, იმიტომ რომ თავის ტვინი ეს არის უნიკალური სტრუქტურა და აი ყველა ნეირონი არის წარმოდგენილი როგორც ორკესტრი, ხო? თავის ტვინი არის დირიჟორი, რომელიც აი ყველაფერს კრავს და შესაბამისად ეს ამ იმპულსებისგან იქმნება ეს სიმფონია, ასე ვთქვათ, ხო? აი სად ხდება ის დარღვევა, როდესაც ეს ორკესტრი უკვე ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას? ცოტა უფრო პოპულარულ ენაზე შევეცდები, ამიტომ თუ ექიმები გვიყურებენ, რაღაცნაირად მგონია, რომ რაღაც გადაცდომები მექნება აკადემიური ხაზიდან. პრინციპში მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს, ეს შეიძლება იყოს როგორც გენეტიკა, ისე ტრავმა და ასევე არსებობს და უშუალოდ ჩვენ არ ვიცით ამის რა არის ამის მიზეზი და არ არის ჯერ ჩვენთვის დადგენილი ეს მეცნიერებისთვის. ძირითადად მე ესე უყურებ, რომ ეს არის რაღაცნაირი ნეირონის ზეზღურბლოვანი აგზნება, ანუ ნორმაზე უფრო მეტად, რომელიც მოკლედ ირთვება გვერდზე მყოფ ნეირონზე, ანუ თავის ტვინს პრინციპში ორი ძირითადი ფუნქცია აქვს, რა თუ ძალიან გავაპრიმიტიულებთ, ეს არის ელექტრონული დენის გენერაცია
ჩვენს ორგანიზმში და მისი დისტრიბუცია, მისი ასე ვთქვათ გადანაწილება რა, ელექტროსადგური არის პრინციპში და ეს არის ერთი ნეირონიდან მეორე ნეირონზე აგზნებადობის არასწორი, ანუ მოკლე ჩართვის პრინციპით გადაცემა. უბრალოდ საქმე იმაშია, რომ ყველა ეპილეფსიური გულყრის შემდეგ ამ პათოლოგიური იმპულსის აღმოცენებისკენ მზაობა იზრდება. ანუ თუ დაუშვათ ადამიანს ერთხელ მოუვიდა ეპილეფსიური გულყრა, ის არ არის აუცილებელი რომ მეორედ დაემართოს, მაგრამ თუ 30 ჯერ მოუვიდა, 31 შეტევა აუცილებლად იქნება და ეს არის ამისთვის ძალიან ისეთი დამახასიათებელი, რაც უფრო მეტი გულყრა აქვს ადამიანს ანამნეზში, ასე ვთქვათ, ისტორიაში, მით უფრო მეტი არის იმის ალბათობა, რომ როგორც სიხშირე იქნება უფრო ხშირი, ისევე აღმოცენება იქნება. თუ ხდება სრულყოფილი დიაგნოსტიკა ეპილეფსიის დღესდღეობით საქართველოში და კერძოდ თქვენ კლინიკაში? ჩვენს კლინიკაში ჩვენ გვაქვს მეოთხეული ეპილეფსიის ცენტრი. ეს იმას გულისხმობს, რომ ჩვენთან არის როგორც ამბულატორიული სერვისი ეპილეფსიის დიაგნოსტიკის, ასევე მოიცავს ნეიროქირურგიულ და ნეირომეცნიერულ ლაბორატორიას. ამით ჩვენ ვამაყობთ იქიდან გამომდინარე, რომ პირველ რიგში, როდესაც საუბარია ეპილეფსიის დიაგნოსტიკაზე, ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის ექიმის და პაციენტის პირისპირ დაჯდომა და კარგად ანამნეზის შეკრება. ანუ ყველაზე გადამწყვეტი არის თუ რას ყვება თვითმხილველი, რას ყვება პაციენტი, თუნდაც ეს თავისი წინასწარი შეგრძნებებიდან გამომდინარე და ამის მერე უკვე წყდება თუ რა დიაგნოზზე გავდივართ. აი მაგალითად მოგიყვანთ პირველად შეტევას, ხო? აი დაემართა ადამიანს პირველი ეპილეფსიური შეტევა. მოდის ჩვენთან კლინიკაში. ხდება დიაგნოზზე ამ პაციენტის გაყვანა. პირველი შემთხვევაა, ხო? სიტყვაზე. ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ერთჯერადად ჰქონდეს ეპილეფსიური გულყრა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავდა ადრე, რომ ამ პაციენტს ესმებოდა ეპილეფსიის დიაგნოზი. თუმცა ბოლო პერიოდში უკვე შეიცვალა მიდგომა. თუნდაც პაციენტს ერთჯერადად ჰქონდეს ეპილეფსიური გულყრა, MRI-ზე სიტყვაზე თავისთავად ბირთვულმაგნიტურ ტომოგრაფიაზე გვაქვს ცვლილება, ან ელექტროენცეფალოგრაფიაზე გვაქვს ცვლილება, ეს იმას ნიშნავს, რომ პაციენტს უკვე უსვამთ ეპილეფსიის დიაგნოზს. რაც ადრე ესი არ იყო. ადრე იყო, რომ ერთჯერად გულყრაზე არანაირ კვლევას არ ვაკეთებდით და ველოდებოდით შემდგომ მეორე შეტევას და დიდი ალბათობით, სადღაც 60%-ში თუ ეს ნამდვილად ეპილეფსიური გულყრაა, ხშირ შემთხვევაში მეორდება. რაც შეეხება დიაგნოსტიკის თვალსაზრისით, პირველი დიაგნოსტიკური კრიტერიუმები ეს არის თავისთავად ნეიროვიზუალიზაცია, ანუ თავისთავად ბირთვულ მაგნიტური ტომოგრაფია, ეს უნდა იყოს აუცილებლად 3 ტესლა აპარატზე და ეს უნდა იყოს ეპილეფსიის პროტოკოლით და ეს არის ელექტროენცეფალოგრაფია. ელექტროენცეფალოგრაფია მოიცავს სხვადასხვა ხანგრძლივობის პერიოდით EEG-ს ჩანაწერს. ეს არის 40 წუთიანი, 3 საათიანი, 6 საათიანი, 12 საათიანი, თუ ძილღვიძილის შეტევა გვინდა სიტყვაზე. ვიდეოკამერიზირებული ლაბორატორია გვაქვს, სადაც ხდება პაციენტზე დაკვირვება, კამერიზირებულია იმის გათვალისწინებით თუ რას ველოდებით. სიტყვაზე თუ ლაპარაკია პრექირურგიულ დიაგნოსტიკაზე, ეპილეფსიის პრექირურგიულ დიაგნოსტიკაზე, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ექიმებმა ჩვენი თვალით ვნახოთ 2 და მეტი ეპილეფსიური გულყრა. არა მარტო ელექტრული აქტივობის განსაზღვრისთვის, არამედ თუ რას აკეთებს პაციენტი ამ შეტევის დროს. ხა ძალიან დიდი აქცენტები არის გაკეთებული თვითონ გულყრის სემიოლოგიაზე, დაუშვათ აღწერილობაზე. ამ დროს როგორ იწყება შეტევა, იცინის, მოწყენილია, მაგალითად ციცილით გულყრა, ეს არის გელასტიური გულყრის ტიპი, რაც მაგალითად ხშირად გონიათ, რომ ეს არ არის ეპილეფსია და ხშირად ფსიქიატრთან ხვდებიან. მოულოდნელად პაციენტი იწყებს სიცილს სიტყვაზე და ამ დროს უკეთებს თავისთავად ბირთვულმაგნიტურ ტომოგრაფიას და შესაძლებელია, რომ ჰამარტომა ჰქონდეს პაციენტს. ეს უკვე ნეიროქირურგიული პაციენტია, მიმართულება ბუნებრივია. რაც შეეხება თვითონ დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ნეიროფსიქოლოგიური დიაგნოსტიკა. ნეიროფსიქოლოგიური დიაგნოსტიკა გვეხმარება მხარეობის დადგენაში. ანუ თუ დაუშვათ ელექტროენცეფალოგრაფიულად წამყვანია მარჯვენა საფეთქელი, ნეიროფსიქოლოგიის დიაგნოსტიკური მარკერიც უნდა ემთხვეოდეს ამ შემთხვევაში მარჯვენა საფეთქელი უნდა იყოს გამოკვეთილი იმ შემდგომი ანუ მკურნალობის ჩართვის თვალსაზრისით. აი ეს
ძირითადი პირველი ეტაპი, მეორე ეტაპი ეპილეფსიის დიაგნოსტიკური თვალსაზრისით საკმაოდ ხელმისაწვდომია საქართველოში. თუ არ ჩავთვლით პრექირურგიული დიაგნოსტიკის მეორე ეტაპს, სადაც უკვე პაციენტს ესაჭიროება ღრმა ელექტროდების იმპლანტაცია, რაც ამ ეტაპზე საქართველოში არ არის ხელმისაწვდომი. მეორე მომენტი თვითონ ძალიან ძნელი არის, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება გქონდეს ეპილეფსიური გულყრები პაციენტთან, რომელთანაც მაგნიტურეზონანსულ ტომოგრაფიაზეც ვერ ვხედავთ პათოლოგიურ კერას და არც მაკროსკოპულად არის ოპერაციის დროს შეცვლილი ტვინი და არც მიკროსკოპულად, ოღონ მე არ ვიძა, ჩვენ ამ ინტრაოპერაციული მიკროსკოპის გადიდებით, ასე ვთქვათ, ვერაფერს ვერ ვხედავთ. ერთადერთი ჩვენ აქტიურად თანამშრომლობთ ბერლინის შარიტეს კლინიკასთან, ბატონ თენგიზ გლოველი არის ქართველი ნეირომეცნიერი, რომელთან ერთადაც ეს პროექტი დავაფუძნეთ საქართველოში და ამის გარდა გვაქვს ძალიან მჭიდრო კონტაქტები შვეიცარიაში ლუცერნის კანტონ ჰოსპიტალთან და ეხლა 3 თვე არის კიდე დავიწყეთ ბარსელონას უნივერსიტეტის ამ ეპილეფსიის და ფუნქციონალური ნეიროქირურგიის ჯგუფთან ურთიერთობა და იმ შემთხვევაში თუ უფრო ღრმა ტიპის დიაგნოსტიკა გვჭირდება, ჩვენთანვე არის შესაძლებელი, რომ პაციენტებმა გაიარონ ამ უცხოელი სპეციალისტების კონსულტაცია, ჩართულობა და იმ შემთხვევაში თუ რაიმე კვლევას აქ და ადგილზე ვერ ვაკეთებთ, შესაძლებელი არის მათი გადამისამართება. ანუ ეს პრაქტიკულად იმას ნიშნავს, რომ იმ ადამიანებს, ვისაც აქვს ეს პრობლემა, შეუძლიათ მოგმართონ თქვენ და შეიძლება ჩაერთონ აი ამ პროგრამაში, ხო? რა თქმა უნდა, ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, ეს გერმანულ-ქართული პროექტია. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ განვიხილავთ თითოეულ შემთხვევას ცალ-ცალკე, ეს ძალიან ინდივიდუალური მიდგომით. სანამ დაუშვათ ჩვენ გადავწყვიტავთ პაციენტი ჩაერთოს თუ არა ეპილეფსიის ქირურგიაში, ამას ქვია პრექირურგიული დიაგნოსტიკა ეპილეფსიის, სადაც მნიშვნელოვანია პირველ რიგში გულყრების სიხშირე განისაზღვროს. თუ პაციენტს აქვს თვეში 2 და მეტი ეპილეფსიური გულყრა, ამ შემთხვევაში ვალდებულიც ვართ, რომ უკვე პაციენტი ჩავართოთ პრექირურგიულ დიაგნოსტიკაში. ეს მოიცავს თავის ტვინის ბირთვულ-მაგნიტურ ტომოგრაფიას, ეს მოიცავს ხანგრძლივ ვიდეოეგე მონიტორინგს, აუცილებელია ფსიქიკური სტატუსის შეფასდეს, იქ სადაც ფსიქიატრიული კოდი გვაქვს იმ პაციენტებს ქირურგიულ ოპერაციას ვერ ვთავაზობთ, რადგან შეიძლება გულყრებისგან განთავისუფლდეს, მაგრამ ფსიქიატრიულ რეგრესში და უკუსლაში წავიდეს. ამიტომ რისთვის ვაკეთებთ ოპერაციას? ვაკეთებთ იმისთვის, რომ ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს. არ ვავნოთ, რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე არის ძალიან დიდი ჯგუფი შექმნილი იმისთვის, ამას მარტო მე არ ვწყვიტავ და მარტო ედიშერი არ წყვიტავს. ჩვენ ერთად გუნდურად ვწყვიტავთ პაციენტისთვის არის თუ არა ეს პაციენტი კარგი შემთხვევა ეპილეფსიის ქირურგიისთვის. ყველაფერს გავივლით, ყველაფერს გავდივართ ერთად, ელექტროენცეფალოგრაფიას, თითოეულ გულყრას, როგორც აღწერილობით, ასევე ნეიროფიზიოლოგიური თვალსაზრისით და შემდგომ გადადის ეს პაციენტი უკვე ეპილეფსიის ქირურგიაში. იგეგმება და უკვე მიმართავენ ნეიროქირურგებს. თუმცა სანამ გადავალთ ქირურგიაზე, არსებობს მედიკამენტური მკურნალობა, ხო? აი სად გადის ის ზღვარი, როდესაც უკვე მედიკამენტური მკურნალობა არ არის საკმარისი, ან პაციენტი ზოგადად არის რეზისტენტული ამ მკურნალობაზე, როდის დგება ის საკითხი, რომ დიახ, ახლა უნდა მივმართოთ ქირურგიას. თუ არსებობს თვით განკურნების შემთხვევები, რომ აი პაციენტი რაღაცა შეწყდა, შემცირდა რაოდენობრივად და რეგრესისკენ წავიდა, დაავადება და განიკურნა პაციენტი. რა თქმა უნდა, არსებობს 75%-ში დაახლოებით 68-75%-ში ეპილეფსიური გულყრები მართვადია ანტიეპილეფსიური მედიკამენტებით. და სწორედ პირველი და ერთი ანტიეპილეფსიური მედიკამენტით არის მართვადი. პირველ რიგში თქვენ აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ვიწყებთ მედიკამენტოზური თერაპიით მკურნალობას. და სადღაც დიდ პროცენტულ მაჩვენებელში მართვადია პირველ ანტიეპილეფსიურ მედიკამენტზეც კი. თუმცა თუ ხდება ისე, რომ ერთი ანტიეპილეფსიური მედიკამენტის დანიშვნისას, თუმცა სწორი დოზირებაა მნიშვნელოვანი. ხშირ შემთხვევაში არის საკმაოდ დაბალი დოზები დანიშნული. ამიტომ სწორი დოზირებით მართვადი პაციენტის შემთხვევაში თუ მეორდება 3 თვის განმავლობაში ან 6 თვის განმავლობაში კიდევ ეპილეფსიური შეტევა, ამ შემთხვევაში პაციენტი გადაგყავს პოლითერაპიაზე. იქ სადაც 2 ანტიეპილეფსიური მედიკამენტი არის ნაცადი და პაციენტი
პაციენტს კვლავ რჩება ეპილეფსიური გულყრები, უკვე ჩვენ განვიხილავთ ამ პაციენტს როგორც ეპილეფსიის პრექირურგიულ კანდიდატად. და ნინა, სხვა შორის, არ ვიცი აქ ექსპერტების ხედან, რამდენად მნიშვნელოვანია და შეიძლება თუ არა სკრინინგული პროგრამის შემუშავება. სკრინინგი ეპილეფსიის პრაქტიკულად შეუძლებელია. აი მაგალითად არსებობს გენეტიკური ფორმის ეპილეფსია, პირდაპირ ვამბობთ, რომ ეს არის გენეტიკური ეპილეფსია. მაგალითად ამას საზღვრავთ ჩვენ ასაკობრივ ზღვარს, გარკვეულ ასაკში იწყება. არის ტიპიური სიტყვაზე აბსანს ეპილეფსიას ვეძახით, ტიპიური, აი გარინდებებით ეპიზოდები, მარტო ირინდებიან. ჩაერთვები, თითქოს გამოითიშა რა. ესეთი შეტევაა, ასევე ზედაკიდურების მიოკლონიები, მიოკლონური ეპილეფსია, არანაირი სხვა კრუნჩხვით მიმდინარე, ესეც გენეტიკური ფორმის ეპილეფსია. ხდება რომ ვუტარებთ გენეტიკურ ტესტს და გენეტიკური დარღვევა არ ვლინდება. თუმცა ვიცით რომ ეს გენეტიკური ეპილეფსია. ანუ სკრინინგი რაღაც მსგავსი რომ ეს იყოს ზუსტი რაიმე კვლევა სამწუხაროდ არ არსებობს ალცჰაიმერისგან განსხვავებით მაგალითად. და აი უკვე გადავედით ქირურგიულ მკურნალობაზე, შემოვიდა პაციენტი, გადაწყდა მისი ქირურგიული მკურნალობა და რას მოიცავს ეს ჩარევა? პირველ რიგში ჩარევა მოიცავს ეპილეპტოგენური, ასე ვთქვათ, ფოკუსი უნდა იქნას ამოკვეთილი. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ შეიძლება ვერც მიკროსკოპულად, ვერც მაკროსკოპულად, ვერც მაგნიტურეზონანსულ ტომოგრაფიულად ვერ დავადგინოთ და ვიზუალურად ხედავდეთ ნორმალურ ტვინს, რომელიც ამოსაკვეთია. ამიტომ აი ეს საზღვრები რა ფარგლებშიც უნდა იყოს ამოკვეთილი ეს ფოკუსი, ამის დადგენა ძალიან ძნელია. ანუ გავს სადღაც აბლაციას, ხო, როცა ჩვენ არის სხვათა შორის აბლაცია ძალიან ფართედ გამოიყენება ბოლო დროს ეპილეფსიის მკურნალობაში. ეტაპობრივად ჯერ საქართველოში არ არის დანერგილი, მაგრამ მგონია რომ ძალიან მოკლევადაში უკვე იქნება ესეც. ჩვენ ძირითადად უფრო მეტად რეზექციული ტიპის ოპერაციებს ვაკეთებთ. ნუ ყველაზე ხშირი არის ნინო თქვა საფეთქლის ეპილეფსია, როდესაც საფეთქლის აი ეგრეთ წოდებული მედიობაზალური სტრუქტურები, ჰიპოკამპი და ნუშისებრი ბირთვი არიან აი ამ საწყისი ამ ეპილეპტოგენური ზონის, ამ შემთხვევაში კეთდება აი ამ ფოკუსის ჰიპოკამპოამიგდალექტომია ქვია ამ ოპერაციას, რომელიც საკმაოდ წარმატებით ბევრი შემთხვევა ჩავატარეთ უკვე. ნუ ესეც აი ყავს რამოდენიმე პაციენტი, რომლებთანაც აი დაუშვათ ვერ ხვდებით მარჯვნიდან იწყება თუ მარცხნიდან ოვალური ხვრელის ელექტროდების ჩანერგვას ვაკეთებთ, რაც პრინციპში ნუ საქართველოსთვის საკმაოდ უნიკალური პროცედურა არის. ძალიან ისეთია, ნინო, ძალიან კარგად თქვა, რომ ძირითადი მასა მაინც დიაგნოსტიკის მოდის პირველ რიგში ანამნეზი, შემდეგ უტარებთ ხანგრძლივ ვიდეო ელექტროენცეფალოგრაფიას ლაბორატორიაში, სადაც შეიძლება 2 დღე, 3 დღე ან მეტიც იყოს დაყოვნებული პაციენტი, სადაც ელექტროენცეფალოგრაფია იმ გულყრის ჩანაწერ ვიდეოსთან სინქრონიზირებულია, რომ ერთის მხრივ EEG-ზე ცვლილებები დავინახოთ და მეორეს მხრივ თვითონ პაციენტის ქცევა დავინახოთ და შევაფასოთ. ამის შემდეგ ვისეთ დიდი გუნდი არის, რომელიც შედგება პირველ რიგში ნევროლოგ-ეპილეპტოლოგისგან, ნეიროქირურგისგან, ნეირორადიოლოგისგან. ჩვენ ვხდებით და ვიწყებთ აი ამ ყველაფრის მთელი ამ ინფორმაციის დამუშავებას იმისთვის, რომ ზუსტად განსაზღვროთ ის რეზექციის ხარისხი და დონე, რომელიც ამ კონკრეტულ პაციენტს ესაჭიროება, იმიტომ რომ ზღვარი ძალიან ისეთი მყიფე არის რა, თუ ნაკლებს ამოიღებ ეპილეფსიური გულყრები დარჩება პაციენტს, თუ ზედმეტს ამოიღებ ფსიქოემოციური ფონი, მეხსიერება რაღაცეები შეიძლება შეიცვალოს, რაც შეიძლება ყოველდღიურობაში არ შეეწყოს, მაგრამ ისეთ დახვეწილ ტესტებში, იგივე ნეიროფსიქოლოგთან მუშაობაში შეიძლება გამოვლენილი იყოს. ამიტომ ზუსტად ვადგენთ მოცულობას, რა უნდა იყოს რეზექცირებული და მე უკვე ნეიროქირურგი ამას ტექნიკური საკითხი ხო არის რომ აი გადაწყვეტილება განაკვეთზე უფრო მნიშვნელოვანია რა რეალურად აი ეს გადაწყვეტილების მიღება რამდენი როგორ უნდა იყოს ამოკვეთილი და ნაოპერაციების გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ამის ტექნიკურად შესრულება თუმცა ტექნიკურად შესრულებასაც თავის მნიშვნელობა აქვს და თავის დიდი როლი უკავია ამ დაავადებების ქირურგიულ მკურნალობაში. ახლა კი იმუნიტეტში რეკლამის დროა. სტუმრებთან ერთად ეპილეფსიის ქირურგიულ მკურნალობაზე საუბარს რეკლამის შემდეგ განვაგრძელებთ.
იმუნიტეტი რეკლამის შემდეგ იმედის ეთერში დაბრუნდა. შეგახსენებთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის სპონსორია წყალი მთის. წყალი მთის საფეხბურთო კლუბ პარი სენ-ჟერმენის პარტნიორია. მთის და პარი სენ-ჟერმენი 4 წელი ერთად. და გადაცემის სპონსორია ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმიჯი. გიორგი ჯავრიშვილის საქველმოქმედო ფონდის ხელშეწყობით ოფთალმიჯის თბილისის სათაო კლინიკა საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში გადავიდა ამერიკული კომპანია ალკონის ბროლზე სახელწოდებით IQ. კატარაქტის ქირურგიაში ალკონის IQ აღიარებულია ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში. ერთი ასეთი კითხვა მაქვს. ვთქვათ, პაციენტი არის რეზისტენტული მედიკამენტურ მკურნალობაზე, გარკვეული უკუჩვენებაა ქირურგიაზე. აი რა მითითებები შეგიძლიათ მისცეთ, იმიტომ რომ ესეთ პაციენტს, იმიტომ რომ აი ვთქვათ, იგივე თვითმკურნალობა არის თუ არა რაღაც ისეთი ცხოვრებისეული რაღაც უნარები, უნარჩვევები, რაც ვთქვათ, პაციენტმა როდესაც იცის, რომ მას უნდა დაეწყოს ეს ყველაფერი, მიმართოს აი ამ ელემენტარულ რაღაც манипуляციებს. მაგას გონია რომ ნინო უკვე რა ქირურგიული მეთოდებს ფარმაკორეზისტენტული ეპილეფსიის შემთხვევაში ვერ გეტყვით არსებობს თუ არა მსგავსი მიდგომები, მაგრამ მე ესეთი სიტყვები გამოვიყენებ ფარმაკორეზისტენტისაც პრეპარატები არ მუშაობს, მართალი ხართ კი. როდესაც მედიკამენტი არ მუშაობს იმ შემთხვევაში პაციენტებთან მიმართებაში ყველაფერი ხშირ შემთხვევაში დაცულია და პირდაპირ პასუხისმგებლობას ვიღებთ ექიმები, რომ როგორმე მართვადი გახდეს ეს ეპილეფსიური შეტევები და მთელი რიგი კვლევები მიმდინარეობს იმის, რომ თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა, თუ ვერ ნეიროქირურგიული ჩარევა, ხომ არ ჩავრთოთ ნეირომოდულაციური ჩარევა, რაზეც მაგალითად ედიშერი უფრო კარგად ისაუბრებს, როგორც არის ვაგუს ნერვოს სტიმულაცია და თითქმის 2 წელია ამისთვის ვემზადებით, გვინდა რომ დავიწყოთ, მაგრამ ჯერ არც ერთი ოპერაცია, ოპერაციასაც ვერ დავარქმევთ. ჩარევა ჯერჯერობით არც ჩატარებულა, ამიტომ აი ხო ხვდებით ძალიან რთულია პირველი ნაბიჯის გადადგმა მიუხედავად იმისა, რომ ზურგს გვიმაგრებს საკმაოდ დიდი გუნდი ამის ევროპული გუნდი, რომ დავნერგოთ ეს პროტოკოლი. ეს არ არის მარტო, რომ ჩვენ გვინდა ეს გავაკეთოთ, უნდა დაინერგოს ქვეყანაში სახელმწიფოს დონეზე ეს პროტოკოლი. ასევე არის ესეთი მნიშვნელოვანი ნეიროქირურგიული ჩარევები, ედიშერი ისაუბრებს უფრო კონკრეტულად კალოზოტომიებზე, მაგრამ სანამ ედიშერი ისაუბრებს კონკრეტულად ამ ჩარევებზე, მე ვიტყვი ზოგადად ეპილეფსიის მქონე პაციენტებს რას ვურჩევ, იმისთვის რომ გულყრები ავირიდოთ თავიდან. პირველ რიგში ეს არის ძილის მოწესრიგება. ძილი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მოხდეს ის მნიშვნელოვანი პროცესები და მეტაბოლიზმები, რაც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია ნეირონებისთვის და ეს არის ძილის მესამე ფაზა კონკრეტულად გადამწყვეტი, რაც თინეიჯერულ ასაკში მყოფი პაციენტებისთვის საკმაოდ რთულია და ხშირად გვიწევს ამაზე ცოტა კამათი, ცოტა მე მიწევს რაღაცების რაღაცაზე თვალების დახუჭვა, მე თვითონ პაციენტთან მიმართებაში ძალიან დიდი დისკომფორტი აქვს რა, წარმოიდგინეთ 18 წლის ბიჭს ვეუბნები, რომ თქვენ უნდა დაიძინოთ 11 საათზე ან 12 საათზე, თუმცა ეს ძალიან გადამწყვეტია ძილი, როდესაც ეპილეფსიის მქონე პაციენტია. ასევე ალკოჰოლის მოხმარება. ალკოჰოლი ზრდის აი ზეზღურბლოვან გაღიზიანებას და ალკოჰოლის მიღების პროცესში არა. ნაბახუსევ მდგომარეობაში ძალიან ხშირია ეპილეფსიური გულყრები. ამიტომ ვცდილობ, რომ მთხოვო პაციენტს, მოდით ერთი ჭიქით შემოვიფარგლოთ და არა სპირტიანი და რაღაც გარკვეულწილად ბიო ალკოჰოლი. აი ეს არის ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი და ასევე მედიკამენტის ერთი და იგივე დროს მიღება. ზოგ პაციენტს გონია, რომ როცა უნდა, მაშინ დაალევს და სვავს მედიკამენტს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეჟიმის დაცვა. აი სამი ოქრო სტანდარტია ძირითადად, რამაც შეიძლება სუბუქოს და შეგვიჩეროს ეპილეფსიური გულყრები. მოდი რახან ძილზე საუბრობს ჩვენი ძვირფასი ნევროლოგი. მაყურებელს აინტერესებს სავარაუდოდ ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით საშუალოდ რამდენი უნდა ეძინოს ადამიანს. ზოგადად მაჩვენებელი რამდენი საათი უნდა გვეძინოს, მოზრდილებს უნდა გვეძინოს 7-8 საათი. თუმცა არიან პაციენტები, რომლებიც ამბობენ, რომ მე 4 საათი საკმარისია ჩემთვის ძილი, ან 5 საათი და ნამდვილად რეალურად მათთვის საკმარისია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთი და იგივე დროს დაიძინოს, ერთი და იგივე დროს გაიღვიძოს ადამიანმა და
ასევე აი ეს ნეპზე და ეს ჩაძინებაზე თუ ჩათვლემაზე დღის განმავლობაში ხო თქვით ძალიან ბევრი სპორტსმენია მაგალითად LeBron James-ი არის ალბათ ყველაზე მეტი ქულა აქვს NBA-ის ისტორიაში ჩაგდებული ამ ადამიანს წვრთნელი ყავს ძილში და მაგალითად აი რასაც muscle memory-ს ვეძახით რა ეს კუნთოვან მეხსიერებას ვეძახით მაგრამ ნუ ეს სინამდვილეში კუნთი არ არის უფრო ნერვული ქსოვილია და ნეირონებია აი მაგალითად ვარჯიშის შემდეგ ძილი ძალიან კარგი რაღაცა არის თვითონ აი ამ მეხსიერების ასაწყობად. ამიტომ აი მაგალითად LeBron-ს თუ არ ვწდები ძინავს აი 2 საათი და მერე ყველა ვარჯიშის შემდეგ იძინებს რა უცილებლად. რადგან ცალკე მწვრთნელი ყავს ამის ამიტომ ძილი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია საერთოდ ადამიანის ცხოვრებაში, რიტმში, ყოველდღიურობაში და რატომღაც გვჩვევია რომ ძალიან პატარა ყურადღებას ვაქცევთ ამ ძილს. მე ჩემს საიდუმლოს გაგიმხეთ თუ სადღაც ვარ ხოლმე საღამოს წასასვლელი ძალით ვიძინების 15-20 წუთი და აქვს ფეისლიფტის ეფექტი. კანი აბსოლუტურად სხვა ფერზეა, თითქოს რაღაცა თუ დამცინი მართლა ესია, იმდენად აი ძალით როგორ ჩაბნელი მაქვს ეს ნასწავლი მაქვს რომ აი ძალით შემიძლია ჩვევა გაქვს ძალიან მაგარი ჩვევა აწყობილი აი შემიძლია ეს მე დღეში ერთხელ ძალით აი თიშა სხვა რაღაცებზე არ ვფიქრობ და 15-20 წუთი შემიძლია აი ძალით აი გავთიშო და დავიძინო მე ვდგები და ეს აი თითქოს რაღაცა თავიდან დაიბადე და სახის კანი გამომეტყველება თვალები სხვანაირად წინავს და სხვათა შორის ნაოჭების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა ძილი. რა თქმა უნდა, სრულფასოვანი ძილი არის ძალიან ძილი არის ძალიან ბევრი დაავადების ფონური მკურნალობისთვის. არა მარტო ეპილეფსიური მდგომარეობების დროს, აი მე მაგალითად აი ჰიპოფიზის ადენომებში ვარ აი დაკვირვებული, რომ პაციენტების უდიდეს ნაწილს ცირკადული რიტმი აქვთ დარღვეული, არარეგულარულად იძინებენ. გვიან აი ეს არარეგულარულობა არის რა ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აი რასაც ვეძახით ეს ტოროლები და ბუები. ხო, და ბუები აი ეს პრინციპში ითვლება რომ არსებობენ ადამიანებში, ანუ არსებობენ ადამიანები, რომლებიც გვიან იძინებენ, გვიან იღვიძებენ, მაგრამ ეს გვიანდაძინებაც უნდა იყოს ერთი და იგივე დროს. ეს არის აი ძალიან მნიშვნელოვანი. რეალურად ძილი არის იმუნიტეტის სიძლიერის ადამიანის, ასე ვთქვათ, უმნიშვნელოვანესი ნაწილი ცხოვრების. ბატონო ედიშერ, მოდი ჩვენს ტელემაყურებელს აუხსნათ, რატო გადაწყდა, რომ ვაგუსის სტიმულაცია შეიძლება იყოს ეფექტური ასეთ პაციენტებში და ზოგადად რას წარმოადგენს მკურნალობის ეს მეთოდი. ნუ ვაგუსი ანუ ცდომილი ნერვის სტიმულაცია საერთოდ უფრო და უფრო ფართოვდება ცდომილი ნერვის სტიმულაციის ჩვენებები, ასე ვთქვათ, იქ ემატება უკვე ეპილეფსიას სხვადასხვა დაავადებები, მათ შორის შეიძლება შაკიკიც, დეპრესია, შაკიკი ემატება რეალურად ფართოვდება მნიშვნელოვნად. კონკრეტულად ეპილეფსიის დროს ჩვენ ამ სტიმულაციას ხმარობთ კანქვეშ ინერგება სპეციალური მოწყობილობა, რომელიც ზომავს გულის რიტმს პაციენტში და პარალელურად ეს მოწყობილობა შეერთებული არის, ასე ვთქვათ, ცდომილ ნერვთან და იწყებს გაზომვას როგორი გულისცემის შემდეგ ეწყება ეპილეფსიური გულყრა, ასე ვთქვათ, ადამიანს, რაღაც პერიოდი ჭირდება, ანუ ჩანერგვიდან რაღაც პერიოდი ჭირდება ამ აპარატს, პაციენტი და პაციენტზე არის დამოკიდებული, შეიძლება რაღაც ეს აპარატი 2 კვირაში მიხვდეს პატერნს, შეიძლება ცოტა მეტი დრო დაჭირდეს და როგორც კი დაინახავს, რომ ეს გულის ცემის, ანუ გულის რიტმი იცვლება, ის იმგვარად რომ უნდა აღმოცენდეს ეპილეფსიური გულყრა, ურტყავს დენს ცდომილ ნერვს და ცდომილი ნერვი იდეაში კი თავის ტვინიდან მიდის, ასე ვთქვათ, პერიფერიულ ორგანოებამდე, მაგრამ ქვევიდან ზევითაც ატარებს ინფორმაციას და ეს დენი უკვე მიდის თავის ტვინის ღეროში და იწყებს ამ ღეროს შემაკავებელ ფუნქციას, რა, ასე ვთქვათ, რა, პარასიმპათიკურ ჩართვას და ძალიან კარგი შედეგები არის. ოღონდ იცით რა შეასაქმე ამ ეპილეფსიის მკურნალობის დროს კარგ შედეგად ითვლება როგორც გულყრების სიხშირის შემცირება, ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანს
დღეში 5 გულყრა აქვს თუ თვეში 2. ეს სიცოცხლის ხარისხს მნიშვნელოვნად ცვლის. ჩვენთან აი მაინც მაქსიმალისტების ქვეყანა ვართ და ყოველთვის მოლოდინი გვაქვს ხოლმე რომ რაღაც აუცილებლად უნდა განიკურნოს ადამიანი. ამ დროს როდესაც იღებ გულყრითი აქტივობის მნიშვნელოვან შემცირებას, ესეც ძალიან კარგი შედეგია რა სინამდვილეში. ჩვენი პაციენტი ყავს, რომელსაც აი ყოველდღიური და დღეში რამოდენიმე გულყრის მაგივრად 6 თვის თავზე პირველი გულყრა მოუვიდა და ესეც ძალიან მაგარი შედეგია. ხა დღეში 5 გულყრა და 6 თვეში. ინტენსივობა თუ იკრებს თან აი ამ გულყრის რაღაც კლინიკური გამოვლინება უფრო სუსტად თუ მიმდინარეობს. რაც უფრო დიდი დრო გადის ამ ვაგალური ნერვის სტიმულაციის ეტაპობრივად უფრო და უფრო კარგი შედეგი არის ხოლმე, თუმცა არსებობენ პაციენტები, რომლებთაც ნულამდე არ მცირდება ეპილეფსიური გულყრები, მაგრამ დრამატულად მცირდება 10-ჯერ, 20-ჯერ, 30-ჯერ შეიძლება შემცირდეს რაოდენობა და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია. რამდენ ხანს რჩება ეს იმპლანტი ადამიანის ორგანიზმში? მთელი ცხოვრება. მთელი ცხოვრება, სხვა შორის ძალიან იმის ძალიან შეცვლა თუ სჭირდება ან რაღაც თუ ელემენტი არსებობს დამუხტველი აპარატები, არსებობს უბრალოდ ცვლით აპარატს, რომლებიც არ იმუხტება იმათ საკმაოდ ისეთი გრძელი ელემენტის სიცოცხლის ხანგრძლივობა აქვს, შეიძლება 10, 12, 15 წელი, ესეც გულყრების რაოდენობაზე არის დამოკიდებული, რაც უფრო მეტი აქვს ადამიანს გულყრები, მით უფრო ჩქარაჯდება ელემენტი შესაბამისად, მაგრამ ეს როგორც წესი 10 წელზე მეტი მუშაობს და 10 წლის შემდეგ უბრალოდ კანქვეშა გენერატორი იცვლება, ახალი გენერატორი ყენდება და ზოგადად ნებისმიერ ქირურგიულ ჩარევას აქვს ასევე თავისი გართულებები. აი თქვათ და რამდენად სახიფათოა პაციენტისთვის დიახ. და რამდენად გამოთქვავენ თავიანთ შიშებს, აი ამ ჩარევის წინ პაციენტები და რითი აწყნარებს. ვაგალური ნერვის სტიმულაციას გულისხმობ თუ შოულ თუ საერთოდ მოდი ყველაფერზე ვთქვათ. თუ საერთოდ ეპილეფსიური ქირურგია კრანიალური ქირურგია არის, რა თავის ტვინში ან თავის ქალაში უნდა შევიდეთ და პრინციპში ისე როგორც გულის ქირურგია, ცოტა კურსის ჭრის და პაციენტებს უფრო დიდი შიშის კი, რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად, მაგრამ რო გითხრათ, რომ გართულებების რაოდენობა რაღაცნაირად აი კრანიალური ქირურგიის საშუალო გართულებების რაოდენობას აღემატება, ასე ვთქვათ, ესე ვერ ვიტყოდით, რა თქმა უნდა, იქ არის ინფექციური, ჰემორაგიული, მსგავსი ტიპის გართულებების ალბათობა, მაგრამ საკმაოდ დაბალია და ის 1% შეიძლება 1-2%-ის ფარგლებში მერყეობდეს. რაც შეეხება აი მაიმპლანტირებელ ვაგალური ნერვის სტიმულაციას, ოდნავ უფრო მაღალი არის პირველ რიგში ინფექციური გართულებების რისკი, იმიტომ რომ იმპლანტია და პირდაპირ კანქვეშ უცხო მოწყობილობა დგას, მაგრამ ამის გარდა კიდე არის ის მომენტი, რომ აი ცდომილი ნერვი თავისთავად აინერვირებს შებრუნებულ რეკურენს ლარინგიალ ნერვი არის, რომელიც ცომილი ნერვის ტოტი არის და პაციენტებს საკმაოდ ხშირად აქვთ ხოლმე აი ხლაპმის გართულება არა, უფრო აი შეიძლება აი ხმის ოდნავიან შეცვლა ან ყელში რაღაც უსიამოვნო შეგრძნება. ეს განსაკუთრებით აღენიშნებათ ხოლმე პირველ პერიოდში ოპერაციის შემდეგ, რა ეგრეთ წოდებული აი ჰანიმუნი, თაფლობა ამ მოწყობილობას აქვს, ეგრეთ წოდებული თაფლობისთვის ეფექტი ქვია, როდესაც ჩანერგვიდან ადაპტაციამდე სანამ აპარატი შეისწავლის, ასე ვთქვათ, ადამიანს იმ დოზას, რომელიც მას სჭირდება თვითრეგულირებადი არის, ასე ვთქვათ, რამდენი დენი უნდა მიცეს, იმიტომ რომ ეს ვაგალური ნერვი იმ მინიმალურად საჭირო დენით უნდა გაღიზიანდეს, რომელიც მას გულყრას შეუჩერებს, ასე ვთქვათ რა. არ ვიცი, რამდენად სწორად გავაკეთე ფორმულირება, მაგრამ ამ მონაცემებზე გასასვლელად აპარატს თვითონ მოწყობილობა სჭირდება გარკვეული დრო და პირველი როგორც წესი 1-2-3 თვე შეიძლება იმდენად კომფორტული არ იყოს, თუმცა შეგუების პერიოდის შემდეგ რაც უფრო შორს მიდის ადამიანი, მით უფრო უკეთესი ეფექტი აქვს. ძალიან საინტერესო ინფორმაციები მოვისმინეთ დღეს, მაყურებელსაც ალბათ ბევრი მათთვის საჭირო
ინფორმაცია მივაწოდეთ და მოდი ჩვენ სტუმრებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადოთ მობრძანებისთვის. ყოველთვის ძალიან საინტერესოა მათი ჩვენთან სტუმრობა. მაყურებელი ყოველთვის იგებს მათთვის საჭირო ინფორმაციას, თანამედროვე ბოლო ასე ვთქვათ, ამბები ცხელ-ცხელი მოაქვთ პირდაპირ საოპერაციოდან, პირდაპირ კლინიკიდან და მხოლოდ თეორიით ეს ყველაფერი არ შემოიფარგლება. და კიდევ ერთხელ შევახსენოთ მაყურებელს, რომ საუბრობდით ეპილეფსიის ქირურგიულ მკურნალობაზე და ჩვენი სტუმრები იყვნენ ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის ექიმები ნინო გზირიშვილი, ნევროლოგი, ასოცირებული პროფესორი, ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის ეპილეფსიისა და ძილის დარღვევების მიმართულების ხელმძღვანელი და ბატონი ედი შერმაღალაშვილი, ნეიროქირურგი, მედიცინის დოქტორი, ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის ნეიროქირურგიული განყოფილების უფროსი. ნინა, ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს ზუსტად ერთ კვირაში, შაბათს 16 საათზე, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო სამედიცინო თემებით. გვიყურეთ და აიმაღლეთ თქვენი იმუნიტეტი.